მოგესალმებით. გამარჯობა, ბატონ თორნიკე, როგორ გძანდებით? კარგად, თქვენ როგორ გძანდებით? მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. გამარჯობა ხო. ესე იგი, ჩართვა გვაქვს საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციიდან და ჩვენთან ერთად არის ბატონი დავითი. მოგესალმებით. მოკლედ მოუყვები ჩვენ მაყურებელს, გადაწყვეტილი გვაქვს გაუზიაროთ ვიდეო, სადაც ნახავენ თუ როგორ დავფრინავთ 10 კილომეტრი. კი, საქმე არაფერი მქონდა, მოვკიდე ჩემ დრონს, დავტენე აკუმულატორი, წავედი 1000 სიმაღლეზე და გავფრინდი ჰორიზონტის. იმის მიუხედავად, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაინც გამონახეთ დრო რომ საქმე არ გვაქვს. უაღრესად დატვირთული. არა ჩვეულებრივი. მოკლედ პარალელურად მოდი ვანახოთ ვიდეო ადამიანებს და მოგიყვებით იმის შესახებ თუ რა დრონით იფრინეთ. კი, დრონზე ვლაპარაკობთ. რა ძრავები იყო გამოყენებული, როგორი ვიდეო სისტემა იყო, რომელი ვიდეო სისტემა იფრინეთ, რა მონაკვეთში რა სირთულეები იყო, ამავდროულად როგორი არის მართვის სისტემა. საინტერესოა. ორიოდე სიტყვით შევეხებით ძრავებს, რა კონკრეტული ძრავები გიყენია, რა კონკრეტული პროპელერები, ესე ვთქვათ, სწორად. კარგად. და ბოლოს დავამთავროთ ელემენტით. ელემენტზეც კი აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ამ ხელოფრენის დროს ელემენტი აუცილებლად მუშაობს. მოკლედ ნიუანსებზე უნდა ვილაპარაკოთ. მაშინ GPS-იც ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ. თოთუბად რესივერი რომელი გვიღენია. საინტერესო იქნება. კარგი, დავიწყოთ ნელი. კიდე აქვე დავაძენ. შეიძლება დავამატებ კიდე რაღაცას, რომ აქვე ინფორმაციას გაუზიარებ, რომ მაყურებელს არ ეგონოს, რომ 10 კილომეტრიანი ფრენა არის ჩვენი მაქსიმუმი. ბატონი დავითის არხზე უკვე 40 კილომეტრიანი ფრენა და პატარა შესწორება ის დრონით არ იყო ის ფრენავთ. კი ბატონო, ნუ გამოცდილება იმის რომ ფრენის გვაქვს ამ სიშორეზე, ამას მინდა გავუსვა ხაზი. და შემდეგი ფრენა, რომელიც შეიძლება 100 კილომეტრი იყოს, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები, არის ან დაგეგმილი და უკვე გადაღებული, გააჩნიეს ვიდეოები. დაიდება, ან უკვე ვიფრინეთ, ხო, ან არის დაგეგმილი. გეგმება, მოდი ცოტა სერიოზულობას ჩავთოთ. ეგეთ დიდ ფრენებს უკვე ჭირდებათ შეთანხმება შესაბამის ორგანოებთან, ანუ კონკრეტულად ამ შემთხვევაში იქნება შეთანხმება სამოქალაქო ავიაციის აგენტოსთან. ფრენის სიმაღლე, დრო, ყველაფერი გარეგულირდება, ფრენის დაჟდომის წერტილები, უსაფრთხოების გეგმა, ყველაფერი გათვალისწინებული იქნება და ყველაფერი ჩატარდება ლეგალურ ფარგლებში. არაჩვეულებრივ. მოდი გადავიდეთ უშუალოდ ვიდეოს. კი ბატონო, დავიწყოთ. აშასე, ცერად ცოტა კი დავსტარტე, მაგრამ ეს იმიტომ რომ მანქანის კაპოტზე მედო დრონი და ცოტა გადაიხარა და მე კიდე დამიზარა არ. არაჩვეულებრივ. მოდი გავუზიაროთ ადამიანებს თუ საიდან დაიწყე ფრენა. თბილისის ზღვის თავზე არის სიმაღლე 1100 ვეძახით ხოლმე. სიმაღლე 1100 არის საკმაოდ დიდი კავშირი მინდორი და ამ მინდორის მეორე მხარეზე თბილისში შემოვლითი გზა რომ არის თან ესე თვითონ გზაზე კი არა ქედზე, იმიტომ რომ ხედი იშლება მაგაზე, იქიდან ესე იგი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან თითქმის მცხეთის მუნიციპალიტეტამდე. შენ მიმართულებით გერევა თორნიკე, ყურამცხეთა დასავლეთით არის. მე მიფრენა ახლა ჩრდილოეთით. ანუ აი სულ ბოლოში რო ჩანს ნახე, აი თეთრი რო ის კავკასიური. ხო, რომლების იქამდე მიფრინდებით ჯერ. გეგმებში არის ყურადღება. ეს თები რომ არის ახლა ჰორიზონტზე. ეგენი არის უკვე თბილისის ნაციონალური პარკი. თბილისის ნაციონალური პარკის თბილისის ჩრდილოეთით. კი ბატონო. ზედამიმართულებით მივიდოდეს. დავისტარტეთ ნარად პატარა რხევები კი ქონდა, ქარი არ იყო, სიწყნარე იყო, კარგნარი ამები იყო იმდეს. ქვედა მარჯვენა კუთხეში არის გამოსახულება გამოტანილი, სადაც ანუ ჩემი საფოლის ჩანწერი, რასაც საფოლში ხედავდი ის. და თუ დააკვირდები საფოლის ჩანაწერში ვიდეო ხანდახან გირხევა, ხანდახან უფრო მაგრაცაც ირხევა. ცოტა პიტუნინგი ჭირდება, ცოტა ქარის იყო, მაგრამ მე რას მინდა ხაზი გავუსვა, თვითონ უშუალოდ გადაღებულ ვიდეოსთან, ამ ინფორმაციაც არის ვიდეო იმასთან შედარებით, უფრო მერყევი ვიდეო არის ასეთთან. კი, რა თქმა უნდა. საფოლში რასაც ხედავ, იმასთან შედარებით ჩაწერილი ვიდეო უფრო დარბილებული, დასტაბილიზებული. რატომ? იმიტომ რომ მე ვიგანებ
DJI O3 ვიდეო სისტემას, რომელსაც შიგნით ჩაშენებულ სტაბილიზაციას. ესე იგი, დავიწყეთ პირველი ვიდეო სისტემებზე საუბარით. ყველაზე გემრიელი ნაწილი ჩემი აზრით, პროში მაინც ვიდეო სისტემა. ესე იგი, ამ ეტაპზე თქვენ იყენებთ O3-ის უკანასკნელ ვიდეო სისტემას. O3 Pro არის ეგ, კი, O3 DJI-მა გამოუშვა O3 ეგრეთ წოდებული Lite და O3 Pro. Lite სიმართლე გითხრათ არ მოწონს, მქონდა ერთი-ორჯერ მაგ ვიდეო გადამცემის გამოყენების ჭალებს სიამოვნება, არც კამერა უარგა და თვითონ სქემაც, პლატაც არის აგერ მაქვს კიდევაც აქ. ამიტომ ეძახიან light versions, no? ძალიან სუსტია. ღია ყველაფერი და ადვილად დაზიანებადი არის. მით უმეტეს კამერა. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი კამერა დაზიანებულა და ამიტომ Lite ბოლო რას ქონდა გავყიდე და არც ვაპირებ ყიდვას, თუ რამე მარტო Pro. ასე რომ გირჩევთ O3 ან O4 და Pro-ს. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული ნაბიჯია გადადგმული O3-დან O4-მ. კი, O4 Pro-ს შემთხვევაში ფაქტიურად GoPro აღარც გჭირდა. აი ახლა გამოსახულებას უყურებს მაყურებელიც, ძალიან კარგი, ნორმალური, კაფეო. შეიძლება რაღაც კომერციული და კინოგადაღებებისთვის არ იყოს საკმარისი. მაგრამ ჩვეულებრივია YouTube არხისთვის ან რაღაცა მოგონებებისთვის ან უბრალოდ ადამიანისთვის ისედაც კარგი დარჩევადობით გამოირჩევა. 4K იწერს, მეტი რა გინდა 4K 60 კადრი აქვს, პოსტები 100 კადრიც აქვს, ფოტოგრაფია ჩავხელო დოკუმენტაციაში. ამ ეტაპზე გავიფრინეთ რამდენი უკვე? ამ ეტაპზე უკვე 3.5 კილომეტრს გავწვით, სადაც 4 კილომეტრი. 4 კილომეტრი უკვე გავიფრინეთ. კი, აი 4 კილომეტრს გავწვით. ჩვენ ცოტა გადავხდით თემა და ეგრევე ვიდეო სისტემაზე ვილაპარაკეთ. საინტერესოა, რამდენი ინჩიანი დრონით მიფრინავთ და ზოგადად დრონზე რომ მოგვიყვა ახლა ორიოდე ინფორმაცია. თავიდან იყო მოყვანილი ვიდეოში ჩემი დრონის აღწერილობა, მაგრამ ჩავყვეთ და ისე მალე აიარა ამ ტექსტმა, რომ არ ამგონია ვინმე დაპაუზება არ დავაძალოთ ხალხს. დრონის ჩარჩოარი HGLRC Recon 10 ინჩიანი ჩარჩოარის, Recon-ები 7 ინჩიანებიც არსებობს, 10 ინჩიანებიც, 5 ინჩიანებიც, 10 ინჩიანი მე უფრო დიდი ზომა შორი მანძილები მიყვარს და მაგიტომ ავრჩიე. დიდხანს ვეძებე კარგი ძრავები ამ ჩარჩოსთვის. საკმაოდ დიდი ხანი მქონდა ბრაზერჰობის კომპანიის ძრავები, რომლებმაც ძალიან გამაწვალა. არაადეკვატურად ძალიან გამაწვალა. ერთ დრონზე დაფრინავი ნორმალურად, მეორეზე არ ვიცი რატომ, შეიძლება შემბრალი არის, კრაშები იყო თუ რა იყო, მაგრამ სანამ ეს ძრავები არ გამოცვალე, ამ დრონმა ვერ ამოისმენთ რა, ძალიან ბევრი დაიმკვრა. აფუშტა, შესაკეთებელი გახდა, მაგრამ კომპანია iFlight-ის საიტზე ნახე ძალიან იაფი საინტერესო შემოთავაზება, კოლაბორაცია ჰქონდათ, კომპანია DJI არის, რომელიც საკმაოდ არ გამიგია, მაგრამ ფასი საკმაოდ მომხიბლელი იყო და მას მერე უფრო მომხიბლელი გახდა, მინდა გითხრათ. ცალი ძრავი, ვიყიდა $20, ვიყიდა 4 ცალი და ჩამოვიდა დავაკენე და სიმართლე გითხრა მას მერე დავისვი. 31-14 ზომისაა და 900 კავე. ბუნები ვოლტზე. წოდნენ ხალხმა იცის რაც არის ეგ. კარგი ზომა არის ამ ზომისთვის, ანუ ძრავის ზომასაც მნიშვნელობა აქვს დრონის ზომასთან მიმართებაში. სტაბილურად, გრილად, ყველაფერი კარგად აიტანა, ბიჭუნიზე არასოდეს არ გაცხელებულა ძრავები, ნორმალურად, კარგად და პატარა ხეები არის, მაგრამ იმის გამო რომ ემეზარეო ბოლომდე ბიჭუნინგის მოყვა. კი ბატონო, ესე იგი თუ ძრავებთან დაკავშირებით ექნებათ კიდე კითხვები, აუცილებლად შეგვიძლია კომენტარი და გიდასახებთ. ხაზი მინდა გაუსვა ვიდეო ჩანაწერს სათვალებში. ეხლა განიშნებთ, რომ რაღაცა სიხშირე ოდნავ დაბალია, ხო? ჩვენი მაყურებელი ალბათ შეიმჩნევა და დაკავშირებით მანძილთან რამდენზე ვართ ახლა? 6 კილომეტრი და 9, ну 7 კილომეტრზე ვარ დაახლოებით. ну ეს თავსებით მოსალოდნელი არის, თუმცა რელიეფი არის, ხო? ამ შემთხვევაში რელიეფიც, მაგრამ ყურეთ
კომპანიები მარკეტინგი მაინც და გვატყუებენ ხოლმე ცოტა-ცოტა, იმიტომ რომ უყურეთ 4-ს მანძილი უწევია 27 კილომეტრი. და ჩვენ ახლა გავფრინდებით, მაქსიმუმზე 10-ზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ვიდეოში ვერ ნახავთ იმ მანძილს, სადაც გაწყდა ვიდეო, ბოლომდე გაწურვას. არ ნახავთ, ალბათ ეგ ვიდეო კიდე გადასაღები იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10 კილომეტრზე აი ნახავთ რამდენი იქნება ეს ბოლომდე, რომელად ერთი და არ მსურველ ბოლომდე რამდენი იქნება მეგაბიტები, ანუ მეგაბიტებით იზომება კავშირის ხარისხი. ეგ თავიდან ახლოს სანამ ხარ 60 მეგაბიტი არის, ახლოს მეტყველებად ახლოს რაღაც კილომეტრის ფარგლებში. მაყურებლისთვის ვიტყვი იმას, რომ აქ გვაფრთხილებს, რომ შედარებით ნაკლები კავშირის სიჩქარე შენელებულია, მაგრამ არ უშლის არაფერში ხელს. როგორც უყურებენ ტელევიზორზე, ხო, მაგას გიყვებოდი რა. მე უნდა იყოს წითელი, ხო, იქნება, წითელის მერე უკვე არ. 60 მეგაბიტი არის სრული კავშირი, ესეთი სრული ხარისხით 60 მეგაბიტიანი კავშირი გვაქვს და სადღაც 30 მეგაბიტზე რო ჩამოდის კავშირი, უკვე ხაზები და სადღაც 10-ზე რო ჩავა, მე უკვე წითელი ხარისხი გვაქვს, მაინც-მაინც ეს პირდაპირ არის დამოკიდებული რელიეფზე, რომ თქვენ იყავით შედარებით დაბალ დამოკიდებული, ხო, ყველაზე უბრალოდ რო დავიწყოთ პირველ რიგში მანძილზე დამოკიდებული, მეორე რიგში დამოკიდებული. აი, ამ მინჩი ნახეთ გაწიწდა, მაგრამ არ კარგავთ ვიდეოს ხარისხი კავშირი საკლებულობს, ფოტოგრაფია დაიწყება, მაგრამ გაყონება მაინც სტაბილურია და და ის ფრიზელი ქვია, მაგას როდესაც არის კადრი გაჩერდა და არ გაგეყინება ეს რო თქვა. ფრიზები არ. კარგი, მეორე ნაწილზე რო გადავიდეთ, ჩვენ საუბრობთ უშუალოდ კავშირის სისტემაზე. რა კავშირის სისტემას იყენებ? კავშირის სისტემას ამ პრემისას. ამ პრემისას მე გამხდარეს 100 MHz-იან რეჟიმში. ექსპრესელერესი ყოველდღიურად ძალიან გავრცელებული სისტემა არის, ძალიან გავრცელებული. ის ყველა მათ შორის მე ადრე ვიყენებ TBS, ძალიან სტაბილური კარგი და ესეთი გავრცელებული კავშირის სისტემა არის. მაგრამ ექსპრესელერესმა თავისი open source-ის ხარდაჭერით, თავისი ხარისხით და თავისი ფუნქციონალის დამატებით და სიმძლავრებით და სავალფეროვნებით და სიახლით ხაზი უნდა გაუსვა. ნამდვილად ყველანაირად ჭალებში მოუჯდა TBS. TBS-ი დრემდე გამოიყენება, მაგრამ მაინც ცოტა ძვირია და close source. TBS-ის საკუთრება არის Crossfire. და რაც შეეხება ანტენებს, აქ რა გამოიყენება? 100 MHz-იანი ანტენები არის, ორი ანტენა აყენია, დიპოლი, ჩარჩოს ვერტიკალური. ჩარჩო როგორი ფინავს, ასე აყენია ჩარჩო. აი, ეს არის თვითონ ეგეთი ამდენი. თქვენი დროუნდელი ვიდეოს გმირია. აყენია ანტენა. ორანტენიანი დივერსიტი სისტემა არის. ანტენას უკეთეს ანტენაზე. ისეთი დღევანდელი ფრენის გმირი ისე გამოიყურება. რაც შეეხება პროპელერებს, მითხარი ორიოდე სიტყვით პროპელერების შესახებ, რატოა მნიშვნელოვანი და რა პროპელერებს ძალიან მნიშვნელობა აქვს და რაში. პროპელერებს ამახასიათებელია დაუკეთებიდან. ჯერეთი მასალა, პირდაპირ მოხდა წონაზე. დიამეტრი და ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი დახვის კუთხე. ეს საკმაოდ აგრესიული პროპელერები არის და ხოჭორი დღეს ჩამოვიდა კიდევ სხვა კომპანიის სათუნჩიანი პროპელერები, რომლებიც ცოტა უფრო ნაკლები დახვის კუთხის მქონე და წესით ცოტა უფრო ეფექტიანი უნდა იყოს. კი, H2 Focus კომპანია არის ატარმოებს, ძალიან კარგი და ცნობილი კომპანია არის. თუმცა ბევრი პროპელერები აქვს.
გახსოვთ ნეილონის, კარბონ ფაიბერის, ზონა, ყველაფერი არა. არაჩვეულებრივი ამოცანიდან შედის. ამ ხელა ფრენისთვის ამ ხელა ფრენის სახორცელებლად ალბათ ზად უნდა იყო და სწორად უნდა ქონდეს შერჩეული ელემენტის და მომაყოლის დრონი. ნუ ყველაფერთვის დავიწყოთ ზად იქიდან უნდა რომ იყო. ჯერ მორალურად უნდა იყოს. ზად ბატონო და გამომწვევა, როდესაც შორმანძილით დაფრინავთ, სანამ აფრინდებით, მანამდე უნდა იყოს ზად იმისთვის, რომ თქვენ დრონს დაგაკეთოთ. ამისთვის ემოციურად უკვე შემზადებული უნდა იყოს. სულ მაქვს 4 დრონი დაკარგული და იმისთვის რომ მე-5 აღარ დავკარგო, დავაყენე რამოდენიმე, ასე ვთქვათ, დაცვის საშუალება ჩემ დრონს. პირველ რიგში GPS-ი, შორმანძილზე ფრენისას აუცილებელია GPS-ის ქონა. თუმცა მანძილი რო იცოდეთ, ეფექტიანობა განსაზღვროთ, თუნდაც ის სახში დაბრუნების ფუნქცია რო გქონდეთ, აუცილებელია GPS-ის გაყენება. მეორე, იყენია ბუზერი აქტიური. რამე ასე კვირილს დაიწყებს, დრონი თუ ჩამოვარდება და აკუმულატორი გაძლევა ასე კვირილს დაიწყებს. მესამე მიყენია აგერ. ფლეშლაიტი, ციმციმა, ავტონომიური, ჩართავს და ჩამოვარდება დღეში ეძებს კონტროლს, საკმაოდ ადვილად. უბრალოდ სპორტული ინტერესი შეიძლება გქონდეს ამის საქმე დატოვების, ხო? არა, მადლობთ, იმდენი დრო აქვს გატარებული და იმდენი მუხლები დაწყავებული დრონების ზევნაში, რომ არ მინდა მადლობა. ხალხი ფეში სოკოს საძებნით რომ მიდის, თქვენ შეიძლება 2 დრონით დაბრუნდეთ. კი, ადგილები შემიძლია ბოჭორმის ციხესთან 1.9 ინჩიანი O3-ით დრონი გდია, შეგიძლიათ. ადრე თუ საკმაოდ ესეთი დრონი ადგილი არის, ზემოთ მოსასვლელი, სადეთ მისვლა, მაგრამ ცოტა არ იყოს გაუჭირდა მეტად ბატონო. ჩვენ ფრენას დაუბრუნდეთ, უკან ვუნდებით უკვე. ხო, ელემენტები კი. ელემენტები მოგახსენებთ, სად არის ჩვენი ლურჯი გრძელი აკუმულატორი. აი ეს იყო, ეს არის ბატონებო ლითიუმ-იონის პაკი. 6S2P ფორმაციაში, ანუ 6-სელია თანმიმდევრულად და 2P, 2 დაპარალელურად, ანუ 2 წვილი არის 6 თანმიმდევრულად გადაყვანილი. კომპანია Molisel-ის არის, საკმაოდ კარგი, 4500-იანი სელები არის, სულ 9000 ამპერი გვაქვს აქ და შეგვიძლია 90 ამპერი დენის მოხმარება აკუმულატორების ზიანის გარეშე. კი ბატონო, ეხლა ვიმყოფებით საინტერესო მონაკვეთზე ჩვენი ფრენის, რომელიც განვიხილეთ ჩვენ მეგობრებთან ერთად. და ნახავთ შედარებით დაბალ როგორი არის, აი, როდესაც კავშირი ფუჭდება, ანუ რაღაცას რომ მოეფარებით, ესე იგი, ერთია, როდესაც კავშირი გივარდება იმის გამო, რომ ძალიან შორს წახვედით. და მეორეა, აი, ახლა იქნება მალე ის ადგილი, როდესაც აი ხეების ტოტები მოეფარება აი ჰორიზონტზე რო ქედი არის იქ გეوار მე და ნახავთ პიქსელების გარკვევას. აი იყო და მე უკვე პიქსელები როგორც დავინახე ეგრევე გაზი მომატე. ანუ ზოგადად long range ფრენები როგორ არის? ყველა მანევრს აი თუ დააკვირდებით, ბევრი მანევრი მე არა მაქვს, აი დიდი ხანი სწორად მიფრინავ და პატარა კორექციებს აკეთებ. მაგრამ სანამ მიფრინავ მოწყენილი არ ახარ, ისევ და ისევ უყურებ ორიენტირებს ქვევით გზებისად არის ვაი და დრონი ჩამოვარდა ბევრი სასიარულო არ კონდეს ისე რომ იფრინო ისე და ისე შენსა და დრონს შორის რომ სწორი ხედვის ხაზი რომ იყოს აი ხედავთ ტოტები მოეფარა უბრალოდ ტოტები მოეფარა და რამდენად დავარდა კავშირის ხაზი ხო ბევრი ფაქტორია რომელიც გაითვალისწინებს ერთ შეხედვით მოწყენილობა მაგრამ დამჯერეთ საკმაოდ დიდი ადრენალინია შორმანძილზე რომ იფრინავ, ჯერ ერთი მიხვალ თუ არა, და მე დაბრუნდები თუ არა, ეგეც. ფოტოშორის თუ დაინტერესებს ადამიანებს, ძალიან დეტალურადაც შეგვიძლია ყველა ეს ნუანსი და რეკომენდაცია ჩავწეროთ და გავიაროთ. ერთი საველე გასვლად შეიძლება გავაკეთოთ, შემდეგი შორტფრენა როცა მომინდება, ავიღოთ და ჩავლადოთ კამერებით, მიკროფონებით, ყველაფრით და გავიწეროთ ლაივი. კარგ თემას შეეხე ხა, მაგასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციაში გვაქვს 2 კურსი.
პირველი კურსი შეეხება კი ბატონო. პილოტირებას, ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ შეისწავლონ დრონის პილოტირება, შეუძლიათ მობრძანდნენ ჩვენთან, გაიარონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, იფრინონ ჯერ სიმულატორში, რომელიც ჩვენ ბაზაზეა და გვაქვს საშუალება ადგილზე იფრინონ. გამოდენილი სიმულატორიც გვაქვს ხარ. სივრცე გვაქვს ამისთვის გამოყოფილი. შემდეგ, როდესაც დაეუფლებიან ფრენის უნარებს, მე გადავთ პრაქტიკულ ფრენას. კი, პრაქტიკული ფრენები მოიცავს ჯერ უპის კლასის დრონზე ფრენას და შემდეგ უკვე დაფრინავს მსმენელი 5-ინჩიან ფრისტაილ დრონზე, სრულფასოვან FPV დრონზე. იმასაც დავამატებ, რომ თუ მსმენელი კარგ უნარებს გამოაჟღავნებს პილოტირებისა 60 კილომეტრიან ფრენასაც მოფრენებთ ხოლმე ამ ადგილებში, სადაც ქმარ არის ავიახაზები, ისინი არის რადიოსივრცეში და ჩვენი მოკლედ თუ ვინმეს გადაწყვეტილია დრონის პილოტირების შესწავლა, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეს ჩვენ. კი. ისწავლოს უსაფრთხოდ აღნიშნული უნარები. კი. მეორე კურსი გვაქვს დრონის ტექნიკოსის კურსი. დრონის ტექნიკოსის კურსის ლექტორი უშუალოდ გვიმძანდებით ბატონო და გითხარით ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ უახლოვდებით ჩვენ ბოლო დისლოკაციის წერტილს, ხო, აფრენის წერტილს, დაჯდომის წერტილს ვახო. ჩემი კურსი შედგება 15 ლექციისგან, გრძელდება 5 კვირა, ან კვირაში 3 ლექცია, 2 საათიანი. პირველ ეტაპზე განვიხილავთ დრონის ყველა კომპონენტს. მეორე ეტაპზე ვსწავლობ სარჩილავის გამოყენებას, მესამე ეტაპზე მე და მსმენელები ვაწყობთ ჯერ დრონს და მერე მსმენელები უჩემოდ აწყობენ დრონს. და დრონის აწყობაში იგულისხმება ფიზიკური აწყობაც, დაპროგრამებაც, პულტთან დაკავშირება, ფრენის რეჟიმების გაწერა, fail safe, ყველაფერი ის, რაც დრონს ჭირდება იმისთვის, რომ მე მოვგიდო პულს ხელი, გადავთო სვიჩი და დრონი აფრინდეს. არა ჩვეულებრივი. ხაზი მინდა გაუსვა ასაკსაც, უთხრათ ადამიანებს პილოტირება შეუძლიათ. პილოტირების კურსზე ჩვენ ყავდა მსმენელი 10 წლისა, ყველაზე უმცროსი. და ტექნიკოს კურსზე 13 წლის ასაკი არის ყველაზე დაბალი. კი ბატონო, ამ ასაკში შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ადრეა, მაგრამ დამოკიდებულია ბავშვზე და ინტერესზე, თუ რა ინტერესით. ოდნავ ინტერესი თუ აქვს ბავშვს, მე იმ ინტერესს ნამდვილად ხელს მოგიდებ და ეს პატარა წავიოხუნჯეთ ახლა აერში გადავ. კი ბატონო, მოვედით ჩვენ. მოვედით. დანიშნულების ადგილზე, ამოცანა შესრულებულია, ადრენალინის დოზა მიღებულია. დავждებით და ახლა გამოვა ეკრანზე ჩვენი საბოლოო საფრენოსნო მონაცემები. აგერ არის. ესე იგი, დავაპაუზოთ. გვაქვს ესე იგი, ნაფრენი დრო 20 წუთი მომდით, ვიფრინეთ 23 კილომეტრი, წავედით, წამოვედით. სახლიდან მაქსიმალური მანძილი იყო 10 კილომეტრი და 430 მეტრი. აქ გვაქვს მაქსიმალური და საშუალო სიჩქარეები. 108 კმ/სთ და 68 კმ/სთ. და სხვა სტატისტიკური მონაცემები, ესე იგი, საინტერესო რა არის კიდევ უყურეთ. Average efficiency flight და total, ანუ ეფექტიანობა. შორმანძილზე როცა დაფრინა, აუცილებლად უნდა აქცევდნენ აქ პარამეტრს ყურადღებას, ანუ რამდენად ეფექტიანად დაფრინავ შენ. ნელა იფრენ. კი, ეფექტიანი ეკონომიური ფრენა იქნება, მაგრამ მანძილს ვერ გაიქნება, იმიტომ რომ ნელა ჩქარაიფრენ, მაშინ ძრავები მაღალ ტუნებზე ეფექტიანად არ მუშაობენ. და არის იდეალური შუალედი, სადაც პილოტი იჭერს იმ სიჩქარეს, სადაც ყოველ გავლით კილომეტრზე დაიხარჯება რაც შეიძლება ნაკლები დენი. როდესაც მანძილზე მუშაობ, მანძილზე როცა დაფრინო, აუცილებლად ამას ყურადღებას უნდა აქცევთ. მოკლედ რო შევაჯამოთ, ეს იყო ჩვენ 10 კილომეტრიანი ფრენა. ეს იყო მოდით ასე ვთქვათ, მცდელობა, ცოტა საუბარიც შეგვემატებინა ჩვენი მოსაწყენი ფრენისთვის. იმედია მაყურებლებს მოეწონათ ჩვენი საუბარი და თუ მოგწონთ ასეთი საუბრები, ძალიან გთხოვთ, დაგვისვით ხოლმე კითხვები, გვიყვარს კითხვები პასუხი. შემდეგ ვიდეოში აუცილებლად გავცემ პასუხს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ბატონო თორნიკე, ხომარ დამატებულ ხმას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში ამ ფრენისთვის და მეორე იმ მაყურებელს, ვინც ბოლომდე უყურა ამ ვიდეოს, ამ მოსაწყენ ვიდეოს. ჩემით ხო უნდა იქნება, რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ჩაერთოთ
ჩვენ საუბარში ესე ვთქვათ, დაგვიწეროთ კომენტარი და რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება, ჩვენც უფრო მეტი мотиваცია გვექნება, რომ უფრო სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიტუაციები წარმოგიდგინოთ ხოლმე. მოკლედ ამ ეტაპზე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებით.